2010 წელს საქართველოს გავლენიან ამერიკულ კომპანიებს საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის $1 მილიონ მეტი გადაუხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Eurasia.org ავრცელებს. ინტერნეტ გამოცემის ცნობით ქართული მხარე ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წინაშე თავის წარმოსაჩენად 4 ფირმას იყენებს. მაშინ როცა აზერბაიჯანი და ყაზახეთი მხოლოდ ერთს. რა თანხას ხარჯავს საქართველოს ლობისტებისთვის? ნახეთ ირაკლი დანელიას სიუჟეტში. $1.5 მილიონ ასეთია იმ თანხის მოცულობა, რომელიც 2010 წელს საქართველოს გავლენიან ამერიკულ კომპანიებს საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის გადაუხადა. ინფორმაცია ამის შესახებ Eurasia.org-მა გაავრცელა. ინტერნეტ გამოცემის ცნობით ქართული მხარე ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წინაშე საკუთარი თავის წარმოსაჩენად 4 ფირმას იყენებს, მაშინ როცა აზერბაიჯანი და ყაზახეთი მხოლოდ ერთს. აზერბაიჯანი კომპანია Pettenbox თვეში $95,000 უხდიდა, ხოლო ყაზახეთი PR კომპანია BGR-ს $25,000. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტიძე მიიჩნევს, რომ ლობისტი კომპანიების დახმარება საჭიროა. საქართველოს მეზობლებთან შედარებით ცუდ ვითარებაში იმყოფება და საგარეო პოლიტიკის წარმატება დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერაზე. გასარკვევია ისევ და ისევ თუ რეალურად $1.5 მილიონ დაიხარჯა თუ არა, თუ რეალურად მართლაც დაიხარჯა ეს თანხა, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ამას არ შეიძლება მოეძებნოს გამართლება, თუ რეალურად თქვათ ეს თანხა იყო დახარჯული, იმიტომ რომ ეს არის მეტად დიდი თანხა. Eurasia.org-ი არასამთავრობო ორგანიზაციების ProPublica და Sunlight Foundation-ის 2009 წლის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონში წარმომადგენლობისთვის სხვადასხვა სახელმწიფომ $60 მილიონი დახარჯა. ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ლობისტი კომპანიების დაქირავება მისაღებია, თუმცა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დახარჯული თანხის გამჭვირვალობა. საქართველოს მაინც არ ჭირდება ამ ხელა ხარჯი, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ის ფული დაიხარჯოს ზუსტად იმ მოდერნიზაციის პროცესისათვის, რაც საქართველოს ავტომატურად აქცევდა უფრო მეტად საინტერესო და მომხიბლელად, ვიდრე არის დღეს დასავლეთ საზოგადოების თვალში. ასე რომ ლობისტები რასაკვირველია საჭიროა, რასაკვირველია საქართველოს პოსტსაომარ მდგომარეობაში ყოფი ქვეყანა, განსაკუთრებულ ყურადღებას და განსაკუთრებულ ისე თქვა PR საჭიროებს, მაგრამ მაინც თვლი რომ ის ხარჯები ზედმეტიც არის და ხშირ შემთხვევაში არაეფექტური. ხელისუფლება კარგად ხვდება, რომ მათი ძალაუფლების შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი, ასე ვთქვათ, კაფიოდ დაუჭერს ხარს. მათ შორის ასეთი ლობისტური კომპანიები ცდილობენ, რომ ხელისუფლებას გაუწიონ ლობირება და წარმოაჩინონ ამ ქვეყნებში ეს ხელისუფლებები როგორც დემოკრატიული და დემოკრატიის შუქურები. Eurasia.net-ის სტატიაში წერს, რომ ლობისტი კომპანიის Podesta გრუპის წარმომადგენლებმა 2010 წლის მანძილზე რამდენჯერმე უზრუნველყვეს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ისეთ დიდ სამაუწყებლო საშუალებებში, როგორიცაა CNN-ი, Al Jazeera. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი თამარ ხიდაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა სახელმწიფო სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენდეს, რომ მას ყავდეს ლობისტები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს თანხის ზუსტი მოცულობა, კომპანიების სახელწოდება და მიზანი. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ როგორც წესი ინფორმაცია ამის თაობაზე ხელმისაწვდომი არ არის და ჩვენ როგორც წესი გვიწევს ხოლმე სპეკულირება, რომ ამდენი თანხა დაიხარჯა ბიუჯეტის ამ პუნქტიდან. თავისთავად შეიძლება გარკვეულწილად სახელმწიფო სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენდეს, რომ მას ყავდეს ლობისტები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც მინიმუმ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს ამ თანხის ზუსტი მოცულობა, იმ კომპანიების სახელწოდება, ვისთვისაც მოხდა თანხის გადახდა და მიზანი, რას ემსახურებოდა ამ ფულის გადახდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მეგობრები ჰყავს როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათ ესმით ის საკითხები, რაც ქვეყანას აწუხებს და ეხმარებიან კიდეც, თუმცა ამაში ფულს არ იხდიან. ჩვენი მეგობრები, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში და ბუნებრივია ჩვენი მეგობრებია ის ადამიანები, ვისაც ესმით საქართველოს პრინციპები და ესმით, რომ საქართველოს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაც არის უსაფრთხოების გამოწვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს ფულს უხდენის. გამოცემა ასევე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ლობისტობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამბიციური განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომელთაც არ ჰყავთ გამოცდილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათთვის კი საჭიროა ურთიერთობა კონგრესთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან, თავდაცვის სამინისტროსთან და ეს ფული ამად ნამდვილად ღირს.